მეგონ ჩვენ ვისაუბრეთ ერთი თუ ორი კვირის წინ და ახლობით რა მოხდებოდა და მოხდა ის რაც ძალიან მარტივად პროგნოზირებადი იყო არა იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებული ნათელხილოების უნარები გვაქვს არამედ იმიტომ რომ ეს მართლა პროგნოზირებადი იყო ცვლილებები ამ ქვეყანაში ვერ მოხდება ფრაგმენტული ოპოზიციის პირობებში ეს გამორიცხულია ვერც არჩევნო ცვლილებები მოხდება ვერც გადატრიალება და ვერც ბოიკოტი მსგავსი რაღაც არ აქვს იმიტომ არც ერთ კონკრეტულ ცალკე აღებულ სუბიექტს საქართველოში არ აქვს იმის რესურსი რომ დამოუკიდებლად განახორციელოს ერთად პრინციპში ერთადერთ შემთხვევაში აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ერთად დგომის შემთხვევაში ეს ბევრად უფრო კუმულატიური ეფექტი ბევრად უფრო მაღალია, პარტიები იქნებიან თუ ნებისმიერი სხვა ჯამში ერთად ყოფნა კოორდინირებულად მოქმედებას ბევრად უფრო მეტი შედეგი შეიძლება მოიტანოს, ვიდრე ცალკე აღებულთა რაოდენობით ჯამური მოცულობა შეიძლება იყოს. ჩვენ ვიცით და გუშინდელი დღე ამის მაგალითი იყო, რომ მოსახლეობაში პროტესტი არ არის, პროტესტი არსად არ გამქრალა. პროტესტმა შეიძლება სახე იცვალა, ფორმა იცვალა, ისეთი ყოველდღიურად ისეთი მასშტაბური არ არის, მაგრამ როდესაც პროტესტის, ასე ვთქვათ, დღე არის დადგენილი, ამ პროტესტის საზოგადოება გამოდის, გამოხატავს თავის პროტესტს, იმიტომ რომ არაფერი არ შესულა იმისთვის, რამაც ეს გამოიწვია ეს პროტესტი. არაფერი საპასუხო ხელისუფლებას არ გადაუდგია, რეჟიმს არ გადაუდგია იმისთვის, რომ ეს პროტესტი დაწყნარდეს ქვეყანაში, ან ამოიწუროს, ან ამოიწუროს. ხო, შესაბამისად, ეს ამ პროტესტის საფუძველი თუ არის, პროტესტიც არის ქვეყანაში, უბრალოდ სამწუხაროდ პოლიტიკურმა, რა ვიცი, კლასმა, პოლიტიკურ ელიტამ, რასაც დავა establishment-ს, რასაც დავარქვათ, ვერ გაიგო რა ხდება ქვეყანაში, მე ვფიქრობ, ვერც არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა შედეგი დაიდო, ვერც არჩევნებში მონაწილეობის უნდა გითხოთ, თქვენი ყოფილი პარტია გახარია საქართველოსთვის და ლელოს ვისიშვარო თქვენი ყოფილი პარტნიორები უფრო დიდად, აი გუშინდელი ამბის მერე, რაც ეს ამბები მოხდა, გამალებული ამტკიცებენ, რომ აი ჩვენი ვამბობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა იყოს სწორი და ბოიკოტი აქამდე მიგიყვანდათ, აი ვარ დაგვიჯერეთ, აღმოჩნდა, რომ არჩევნები იყო სწორი, იმიტომ რომ ბოიკოტი ამას ნიშნავს. სხვას არაფერს, რატომღაც ასე ფიქრობენ. ხო, არ ვიცი, ხა არ მისმენია, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა ნებისმიერი პარტიის და მათ შორის ჩემს ყოფილ ვთქვათ თანაგუნდელებს ვეტყოდი, რომ თვითკრიტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ესე დროს, იმიტომ რომ როდესაც წარუმატებელი შედეგი დგება, ამ შემთხვევაში ეგეც თქვენი ბრალია, რომ მიგიღოთ ხო, მაგას ზუსტად. ბრალი პირველ რიგში საკუთარი თავის უნდა დაინახო პოლიტიკური პროცესია და საღი პოლიტიკურ პროცესში, როცა წარუმატებლობას აღწევ, არ შეიძლება სხვაგან ეძებო. დამნაშავე მით უმეტეს ის რაც ხდებოდა, ეს არ მოხდა მარტო გუშინ, ის პროცესი, ეს პოლიტიკური ველი, რომელშიც რის გამოც წამოვიდი მე პარტიიდან და გაიყო ჩვენი გზები, იმიტომ რომ სწორედ ამ ვითარებაში შედიოდნენ არჩევნებსა და მათი შედეგი პროგნოზირებადი იყო, ესეთი ცუდი შედეგი, შეიძლება თქვათ ესეთი ცუდი არა, მაგრამ ცუდი შედეგი რომ დაიდებოდა და არაფერი ცვლილებები არ მოხდებოდა, ვერანაირ ხმას რო ვერ წაართმევდნენ ვერავის გართულ ოცნებას მით უმეტეს, ეს ფაქტი იყო. ეხლა დღეს სხვაზე გადაბრალება არ არის სწორი და ზოგადად პოლიტიკურად და თანამედროვე პოლიტიკურ ასე ვთქვათ სისტემაში პასუხისმგებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამო შეიძლება ადამიანმა გაპატიოს თვალი დახუჭოს და შემდგომ ეტაპზე შესაძლოა მიუხედავად გამოყრეს. ერთადერთი იმ შემთხვევაში თუ შესაძლოა სწორედ აღეთ, მაგრამ ეს მარტო მათ არ ეხება, ეს ეხება ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ამ პროცესში ხელი შეუწყო, რომ ფრაგმენტირებული ყოფილიყო. ის ვინც მაგალითად დაიწყო და ბოიკოტის გამოცხადება დაიწყო ისე, რომ არანაირი კონსულტაციები წინასწარ არ ყოფილა. და გამოაცხადეს რევოლუცია და გადატრიალება და პრაქტიკულად მივედით იქამდე, რომ თურმე არაფრისთვის არ მომზადებული არ ყოფილა. არჩევნებში შევიდნენ და აღმოჩნდა, რომ მათი ესე ვთქვათ შეპირებები მარტივად რო ვთქვათ, ყოილე იყო, ვერც ქალაქს გამოგლიჯავდნენ და ვერც სოფელს და ვერც უფრო მეტ ხმას აიღებდნენ და ვერც ხმებს წაართმევდნენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხო ეს ხო ყველაფერი გასაგები იყო და ვიცოდით ესე იქნებოდა. ვინც ამბობს ეს არ იცოდა, ის უბრალოდ ან დილეტანტია პოლიტიკაში, ან უბრალოდ არის გულწრფელი. იმიტომ ეს ყველაფერი პროგნოზირებადი იყო. არა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე ვარ განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, არა, ეს იმიტომ რომ ეს ჩანდა და ბევრი საუბრობდა ამაზე, რომ ფრაგმენტირების შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ არ ვებრძვით დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას, რომელიც დავიღალეთ, აღარ გვინდა და ვართმევთ ხელისუფლებას და ხალხის ნებით გვინდა მხოლოდ წავარდეთ. ეს არის ხელისუფლება და რეჟიმი, რომელიც ებღაუჭება ძალაუფლებას და შესაბამისად მას ჭირდება სერიოზული, ასე ვთქვათ, რესურსების მობილიზება იმისთვის, რომ დაამარცხო და თუ არ დაამარცხეთ, არ გამოგლიჯე ხელისუფლება, ხელიდან ის არ დათმოს, რომც წააგოს არ დათმოს. დაახლოებით ამაში ვარ ჩვენ. და არ წააგო და არ დათმო და გაიფორმა გამარჯვება 20-24-ში, ეხლა პრაქტიკულად მოიგო, იმიტომ რომ არანაირ ძნელობები განსახედიდან არ იყო სწორი ბოიკოტიო და შეიძლება იფიქროთ ასე, მე მაგალითად გამიშაკითხვა რა შვაშია ბოიკოტთან ისაც გუშინ მოხდა, ხო? ბოიკოტი გულისხმობს არჩევნებებში არ მონაწილეობას პროტესტის ნიშნად, რომ არ გინდა რაღაც ფარსში მიიღო მონაწილეობა და მისცე ლეგიტიმაცია ამ ფარსს და აუცილებლად რატო ნიშნავს ეს იმას, რომ მაშინ უნდა წახვიდე და ის გააკეთო, რაც გუშინ გააკეთეს, ხო? ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. გასაგებია, რომ ქუჩა რჩება
იქნება ერთ-ერთი ქუჩაში სხვა ტიპის პროტესტია, ხო? და რატო ნიშნავს ის, რომ ბოიკოტში თუ ხარ აუცილებლად ასე უნდა დაამთავრო, როგორც გუშინ დაამთავრა? ხო, ერთმანეთთან კავშირში არ არის, იმიტომ რომ თუ იქ შეცდომა იყო, ის იმ პერიოდის შეცდომა იყო და თუ და დღეს რა შეცდომა დაუშვით, ეხლა ამ არჩევნებში მონაწილეობით, პირდაპირ მიზანშედეგობრივი კავშირი ნამდვილად ამ ორ პროცესს შორის არ არის. არჩევნებზე როცა გადიოდა პარტიები, მაშინ იძახდნენ, რომ ჩვენ ამითი უნდა დავასუსტოთ ხელისუფლება. არჩევნების გზით ხელისუფლება ვერ დასუსტა. ეს არის შედეგი. ეს შედეგი იყო პროგნოზირებადი. ბოიკოტი არ შედგებოდა. ეს იყო პროგნოზირებადი, იმიტომ ორი პარტია როცა მონაწილეობს 4-დან, 4 ძირითადი. ხო, მაშინ შეთანხმება უნდა მომგარეს, შეთანხმება და მაგით თქვი, თუ გახსოვთ, მეგონა თქვენს ეთერში თქვით ესეთი რაღაც, ეს არის ერთგვარი კავკასიური ცალსის წრე, ვისაც სამშობლო მეტად უყვარს, იმან დათმოს. და არ დათმო არავინ. და მივიღეთ შედეგი, რომელთაც დღეს, ანუ რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ, რომ ხვალიდან ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, სრულად ლეგიტიმური ძალაუფლებაა და ხელისუფლება გახდა. არა, ეს არ გახდა, მაგრამ დღეს ოპოზიციურ და საპროტესტო მხარეს არის უფრო კრიზისი. რა თქმა უნდა, ეს კრიზისი გადაევლეს, ეს გარკვეული ფსიქოლოგიური შოკი, რომელიც გუშინდელმა დღემ დაამყარა, მაგრამ ასევე ისიც დავინახეთ გუშინდელ დღეს, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ამ ხალხს აქვს პროტესტი, ეს პროტესტი არსად არ გამხდარა და ამ პროტესტში ჭირდება თავის გამოხატულება. ეს გამოხატულება აუცილებლად მოიპოვის თავის გზას, როგორც წყალი არ გაჩერდება არც შემთხვევაში რაღაცა ნაპრავს თუ იპოვის, აუცილებლად გავა, ესე არის ეს პროტესტი. პროტესტი არ გაქრება, უბრალოდ აღმოჩნდა, რომ აქ დღეს მოქმედა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ აუწყეს ფეხი, შესაბამისად ხა როგორც მინიმუმ, მე არ ვამბობ, რომ ვიღაცა გავაქილიკოთ, გავაგდოთ, დავანებოთ, მაგრამ რეალურად თავისი თვითკრიტიკი თუ არ დააკავდნენ, პირველ რიგში თავისი შეცდომების რეფლექსია თუ არ მოახდინეს და შემდეგი ნაბიჯი ესე არ გადადგეს, ნუ ხა არ მგონია სწორი იყოს რა, მარტო სხვაზე დაბრალება, სხვისი ბრალის ბევრია, მაგრამ შენი ბრალეულობა თუ არ დაინახე, არაფერი არ გამოვა. პირველ რიგში ყველამ თავისი ბრალეულობა და თავისი პასუხისმგებლობა აიღოს და მე შემდგომი ნაბიჯებს უნდა ვიფიქროთ, იმ სხვა შემთხვევაში გამოდის საზოგადოებაში და თუ იქნებოდი თქვენ გუშინ აურისტი თუ ეთერში არ ეყავით და აქცია ხო, მაშინ აი დამერწმუნეთ, რომ აქციის მონაწილეებს შორის ბევრად უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია აზროვნების, ანალიტიკის თუ ქმედებების სამომავლოდ, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებში. აი ეს არის, რაც მე დამანახა გუშინდელმა დღემ. იქ უფრო მეტად და სწორად ხედავენ, რა შეიძლება ნაბიჯები გადაედგოს. შეიძლება ბოლომდე ესე ვთქვათ, კონფიგურაციას პოლიტიკურ ლექსიკით ვერ ალაგებელი, იმიტომ რომ ზოგი ხელოვნების უშავს არავინ იღებს პასუხისმგებლობას და ბოლოს ამ ხალხმა აიღო პასუხისმგებლობა რაღაცა. არა, ზუსტად ეს ხალხი იღებს პასუხისმგებლობას და იდგას. არა, დგას, მაგრამ ანუ რაღაცა რა გავაკეთოთ ამაზე. ვინც აიღო პასუხისმგებლობა, იმათმა რა გავაკეთოთ. ამათ უფრო მეტია პასუხისმგებლობა. ის რომ დღეს პროტესტი ესეთი ფორმით არის და ქართული ოცნება ჯერ კიდე რაღაცა სპექტაკლებს გვიდგამს და რაღაცა შეთქმულების თეორიებს დგამს, ეს ამ ხალხის დამსახურებაა და არა იმისი, რაც გუშინ მოხდა პოლიტიკური პარტიების მიერ. არც არჩევნებს უქნია ეს, არც რევოლუციას უქნია. ამ ხალხის პროტესტმა გააკეთა, ამ მშობლებმა გააკეთა, რომელსაც ესე ვთქვათ, ვერაფრით ვერ გატეხეს, ვერ მშობლები და ვერც მით უმეტეს მათი შვილები გამოკეტილი ციხეში. ამათი პრობლემა, ეს არის მათთვის პრობლემა, რეჟიმის პრობლემა და არა ის, რაც სამფლანგად დაყოფილმა ოპოზიციამ გააკეთა. ეს უნდა გავიაზროთ. იმიტომ კი რომ კიდევ ერთხელ წავიდეს ყველა სახში დაჟე, მაგრამ რა ჩემი საქმეა, ჩემი გადასაწყვეტი არა. მე ვამბობ იმას, რომ თუ ეს შეცდომები ვერ გაიაზრეს, შემდეგ ნაბიჯს ვერ გააკეთე. თუ იმაზე ლაპარაკობ, ეხლა ბოიკოტი სწორი იყო თუ არა, მარტო იმიტომ რომ მე პარლამენტში შესვლის რაღაცა წინაპირობას ამზადე, ეს არ არის სწორი. ეს არის უბრალოდ ახალი მიზეზი. გუშინდელმა ასე ვთქვათ, მარცხმა მისცემათ საშუალება, რომ ეთქვათ, რომ აი ჩვენი გზა იყო სწორი და თქვენი ბრალია რომ ესეც თქვენი ბრალია რომ დღეს რაც მოხდა და ისიც რომ არჩევნებზე ცუდი შედეგი დადგა ის სწორი. ანუ იმაში რომ ალტერნატივა მაშინ ეგ არისო. რაც გუშინ მოხდა, ალტერნატივა იყო ან ყველა ბოიკოტში, ან ყველა არჩევნებში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ყველა არჩევნებში ჩემთვის უფრო სწორი ფორმულა იქნებოდა, მაგრამ ყველა ბოიკოტში უკეთესი იყო ვიდრე დღევანდელი მოცემულობა, იმის რაც გუშინდელი. და გუშინდელი იყო ცალსახად ის რაც უნდა და ირაკლი კობახიძემ ღია თქვა რომ ჩვენ ეს გეგმა შევასრულეთო. გახსოვთ ხო რამდენიმე დღის წინ თქვა რომ ის შედეგი მის მოცემულობა მიიღეს რაც განსაკუთრებულ შესაძლებლობას გვაძლევს რომ ორი პარტია ბოიკოტშია, ორი პარტია არჩევნებში მონაწილეობს და ჩვენ მივიღებთ 60%, 60%-ზე მეტ პროცენტს. ეს შედეგი დაძვით, ეს შედეგი იყო პროგნოზირებადი, იმიტომ ეს შედეგი მათ პრინციპში დაგეგმილი სქემა იყო. ამ სქემაზე წამოვაგეთ, ამ სქემაზე ვიმუშავეთ და პოლიტიკურ პარტიებმა თორე პროტესტი გრძელდება. როგორც იყო გუშინ წინ ისეთია ეს პროტესტი. აი შესაძლოა ამბობს რომ აღარ დაგაყენებთ ქუჩაში. ეს ხო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა რაღაცა ხელსეჭიდებიანი, იმიტომ რომ ის პრეზიდენტის სასახლის შეჭრა გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს, რომ ძალადობრივად იმოქმედონ და ვიღაცები დაიჭირო. ეს ლეგიტიმაცია მოიპოვეს, ამ პროვოკაციაზე წამოაგეს. ეს პროვოკაცია მის აძლევს მათ საშუალებას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან. იმიტომ რომ ამის ლეგიტიმური საფუძველი შექმნეს მათი დაპატიმრების თვითონვე ამ პროვოკაციით შეიქმნა.
ძალიან რთული, ესე მარტივი არ არის. ჩვენ რამხელა ბრძოლა დავჭირდეს საერთაშორისო აღიარება ყოფილიყო იმ პოლიტპატიმრების, რომელიც არის და ევროსაბჭოს რეზოლუციაში მართლა უზარმაზარი ბრძოლა იყო. მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოპოზიციასა და ხელისუფლების რეჟიმის მომხრეებს შორის უზარმაზარი ბრძოლა მოიგეტრეს, დაფიქსირებული იყო და გამჟდარიყო როგორც პოლიტპატიმრების დარქმეოდა ამას ყველას პოლიტპატიმარი და დღეს ახლა ძალიან რთული იქნება ამის გამეორება და ჯერჯერობით მე რაც ვიცი არც საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჩვენ პარტნიორს ესეთი პირდაპირ განცხადება რომ უშინდე დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან არ გაუკეთებია. ეს პრობლემურია.